დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ორშაბათს დილით ტრადიციულად გრძელვადიანი ამინდით გიერთდებით გარემოს ეროვნული სააგენტოდან. Როგორც უკვე ვთქვით, მიმდინარე კვირა უფრო თბილი იქნება და უმეტესად უნალექო, თუმცა დეტალებზე რა თქმა უნდა ჩვენს მასპინძელთან ერთად ვისაუბრებთ. თამარ პაპაშვილი არის დღეს ჩვენთან ერთად. ქალბატონ თამარ, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე კვირა იქნება უფრო თბილი და შედარებით მოიმატებს ტემპერატურა. დიახ, მოგესალმებით. კვირა ნამდვილად თბილი იქნება. ამ კვირის მანძილზე შუა კვირაში ველოდებით საკმაოდ შედარებით თბილი ჰაერის მასების გადმოტანა სამხრეთიდან. წნევად შედარებით მაღალია, შესაბამისად ძირითადად უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ თქვათ რაღაც გარკვეულ დღეებში 8-ში, 9-ში, 7-შიც საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძირითადად მთიან და მაღალმთიან მხარეში, როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთში, მოსალოდნელია შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები, რაც შეეხება ტემპერატურას, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ თბილი კვირა გველოდება. დიახ. აი რა ვთქვათ, დასავლეთიდან რომ დავიწყოთ, რამდენი იქნება ტემპერატურა, თქვათ ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობში? დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 19-24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი მთელი კვირის მანძილზე, შედარებით ცოტა დაბალი სანაპიროზე და უფრო მაღალი კოლხეთის დაბლობზე. მთიან და მაღალმთიან ზონაში საკმაოდ თბილად, 15-20, ზოგან უფრო მეტიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქეთ შედარებით უფრო დაბალი დასავლეთზე, თუმცა არც ისეთი 17-22 გრადუსის ფარგლებში მიმდინარე კვირაში ტემპერატურა, გამონაკლისი არის ერთადერთი ხვალინდელი დღე და ზეგინდელი, როდესაც ხვალ მაგალითად უკვე საღამოდან თბილისში შესაძლებელია მცირე ხასიათის წვიმა, თბილისში ზოგადად ქვემო ქართლში, მარნეულში, გარდაბანში მაგალითად და ნისლიანი ამინდი დილის საათებში. მერე ისე კვლავ მზე გამოანათებს და ანუ ვთქვით, რომ დღის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იქნება ტემპერატურა, მაგრამ აი ღამე გამთენიისას ცოტა სუსხი მაინც გვექნება, ხო? დიახ, უკვე ნოემბერია, რა თქმა უნდა, და შესაბამისად ღამის საათებში ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება და გამთენიის საათებში ისეთი არა კომფორტული იქნება, დიდად ცოტა სუსხს ვიგრძნობთ. რაც შეეხება ქარიანი დღეები თუ გვექნება მიმდინარე კვირის განმავლობაში? ქარიანი დღეები, ანუ დღეს არის ქარი მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი ქარი დღის მეორე ნახევრიდან და შიდა ქართლში. ეს დღევანდელი დღე დღის ბოლოს ღამის საათებში და ხვალიდან უკვე ესეთი ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის და ესეთი როგორც გითხარით. ანუ მაღალი მთა კი ვთქვით, ესე ზოგადად დასავლეთში, მაგრამ აღმოსავლეთის მთაც რო ვთქვათ, აი აქ აღმოსავლეთში, მთიან რეგიონებში როგორი ამინდი გველოდება? აქაც აი ასე როგორც უკვე ვისაუბრეთ, გარკვეულ დღეებში სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში და ჩრდილოეთის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. თამარ პაპაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, როგორც უკვე მოისმინეთ, მიმდინარე კვირა ძირითადად იქნება უფრო თბილი, 20-22 გრადუსამდეც მოიმატებს ტემპერატურა, რაც ამ პერიოდისთვის საკმაოდ კარგია დამეთანხმებით, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში საკმაოდ თბილი ტემპერატურა გვექნება, ღამე და დილის საათებში, რა თქმა უნდა, სუსხი მაინც იქნება. მოკლედ, ასეთი არის მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი. დაგემშვიდობებით, მე წარმატებულ დღეს, წარმატებულ კვირას გისურვებთ.